რაზე მიანიშნებს ის ნაბიჯები, რომელიც არის თქვენს თავარ ოპონენტ გუნდში ამ შემთხვევაში და ფიქრობ თუ არა რომ შეიძლება ეს უმრავლესობის დაშლის საფუძველიც კი გახდეს? მოგესალმებით, მადლობა, ეს არ დაწყებულა, მე ხა კომენტატორის როლში ნამდვილად ვერ ვიქნები და არც მაქვს სურვილი, უბრალოდ გარდაუვალია ამ ძალის დაშლა და შემდეგ საერთოდ განადგურება პოლიტიკური ველიდან. თვით ლიკვიდაციას გამოაცხადებს ქართული ოცნება აუცილებლად ისე როგორც გამოაცხადა რამდენიმე სხვა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოქალაქეთა კავშირი და აღორძინება და შემდეგ. ხო, არაფერზე ესენი არაფერი მათთან არ აერთიანებს გარდა ფულისა და გარდა რაღაცა მდგომარეობის შექმნისა და მოპოვებისა, ხო? ამათმა არც გუნდურობა იციან, არც სახელმწიფო ინტერესები იციან რა არის მათ და საერთოდ არც აინტერესებს. ზუსტად იციან რომ მოვიდნენ რაც შეიძლება მეტი ფული საშუალებად. ამიტომ ჩემი ზღმაწმენით ეს გუნდი არჩევნებამდე როცა არ უნდა ჩატარდეს მომდევნო საბოლოო არჩევნები აუცილებლად განიცდის ფრაგმენტაზე, ანუ რამდენიმე ფრაგმენტად დაიყოფა, რამდენად დაიყოფა 2 თუ 3-ად ეს სიმართლე გითხრათ მათი საქმე და თუმცა რატომ იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც მათი გუნდის წევრებს შორისაც კი იწვევს ძალიან კრიტიკულ განცხადებებს. გულისხმობ მაგალითად მურუსიძის უადოდ დანიშნას იმ სიას, რომელიც იყო შედგენილი. რატომ მიდის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიღები ადამიანები აი ასეთ არაპოპულარულ ნაბიჯებს? სიმართლე გითხრათ, იქ არავის რამდენიმე იშვიათი გამონაკლისის გარდა არც ერთი პოლიტიკოსი არა თვითყოფადი იქ. ანუ ვინ არის თვითყოფადი, რომელი პოლიტიკოსი ქართული ოცნების რიგებში უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში შევარდაძე რა იყო და ბიძინა ივანიშვილმა თავის წიაღში არც ერთი პოლიტიკოსი არ დაბადა. არც ერთი, აი 6 წლის განმავლობაში მენეჯერებად მოყავდა, ცოტა ხანი ამუშავებდა, მე გააგდებდა პრემიერ-მინისტრებიდან დაწყებული მინისტრების ჩათვლით და დეპუტატებს. არა, უბრალოდ არც უნდოდა. შევარდნაძეს ხელისუფლების დროს რამდენი პოლიტიკოსი დაიბადა, ხო? დღესაც არის ზოგი ოპოზიციაში, ზოგი ხელისუფლება. ეხლა სააკაშვილის დროს რამდენი პოლიტიკოსი დაიბადა მის წიაღში. ბიძინა ივანიშვილი არა, იმიტომ რომ ეს მის ინტერესებში არ შედის. ბიძინა ივანიშვილს რა უნდა? წამყვა მაღალ თანამდებობებზე ყავდა საკუთარი პირადი მცველები, ოჯახის ადვოკატები, ოჯახის იურისტები და ასე. ეხლა ყობახიძე, დინარაძე, ჩუგოშვილი, როგორ არ აინტერესებს იცით ბიძინა ივანიშვილს? უბრალოდ არის დაფაზე რაღაცა ფიგურაა რა, გადაათამაშებს, გადმოათამაშებს. ვინ რას ეკითხება? ეხლა მანდ ანუ ბიძინა ივანიშვილი ეკითხება რომელიმე მათგანს, საერთოდ მეტიც არარაობად თulis და დროდადრო ამას ამჟღავნებს. აინტერესებს ნამდვილად სასამართლო ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს, ვინაიდან ის არის ძალიან მძლავრი ინსტრუმენტი პოლიტიკური რეპრესიებისთვის და არა მხოლოდ ეხლა გავიხსენოთ უკანასკნელ 1 თვის წინ, როდესაც მას დაჭირდა ბიძინა ივანიშვილს ომეგას საქმეზე ერთ დღეში მოაგებია პროცესი, გახსოვთ ხოლმე? გახსოვს ეს საქმე. ერთ დღეში მოაგებია პროცესი ბიძინა ივანიშვილმა, იმიტომ მის პოლიტიკურ ინტერესებს დაჭირდა. ეხლა ნუკრი ქანთარია და ზაზა პაპუაშვილი და ეხლა დინარაძე ჩუგოშვილი და ესე კარგი, რა პოლიტიკური კაპიტალის მატარებლები არიან ესე, რა პოლიტიკური წონა აქვთ? აი დინარაძეს ეხლა ან თალაკვაძეს, აი რა პოლიტიკური წონა აქვს? ერთი დღე საერთოდ ოპოზიციაში არ ყოფილან. წარმოდგენა არ აქვთ რა არის პოლიტიკა, როგორ კეთდება პოლიტიკა. უბრალოდ გაუკეთეს ხასტუკი დასვეს იქ და ბიძინამაც იცის ეს და ანუ როგორც დაუძახა ის და როგორც დასვა ისე ექცევა. მე ადრეს ვიტყვა და გავიმეორებ, იცით, აი ხშირად წყრომას იწვევს საზოგადოებაში, რომ ეხა 2 წელი, 3 წელიწადი პრემიერ-მინისტრად მუშაობს და უბრალოდ ერთი ხელის მოსმით ამ ადამიანს მაინდამაინც ბევრი არგუმენტების საჯაროდ გაცნობის გარეშე ხსნიან და რას გავსო ესო ბევრს უთქვამს. რას გავს და იმას გავს, როგორც დაინიშნა ისე ხსნის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი დაუძახებს, ეთქვის რომ შენ უნდა წახვიდე ჩემო არ ვიცი ირაკლი თავის დროზე ესე უთქვა ღარიბაშვილს, მე გიორგის, კვირიკაშვილს, პრემიერ-მინისტრად უნდა იმუშაო. აი სახში დაუძახა პინჯაყავაზე, ალბათ თავის სასახლეში ესე გადაწყდა. მე გააფორმები, აბა ხა იმას კითხა რა ქვია, ჩუგოშვილს კითხან, დინარაძეს, და როცა აღარ მოუდა, ასევე დაუძახა და უთხრა, ეხა შეიძლება წახვიდე. რაც შეეხება მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, თქვი უკვე ნაწილობრივ, მაგრამ ცოტა გავაოცო. ეს ხელისუფლება, ანუ სასამართლო ხელისუფლება, ნამდვილად მაგრად აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს. იმიტომ თulis რომ
თუ რაიმეთი შეინარჩუნებს და გაიხარჯოს ძალაუფლებას, ეს არის სასამართლო ხელისუფლება. მათ შორის საკუთარი გუნდის წევრებსაც ამით დააშინებს და ემართებს. გასაგებია, ბატონიკა, ჩვენ უნდა დაგემშვიდობოთ, მაგრამ სანამ დაგემშვიდობებით, აუცილებლად უნდა გკითხოთ თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით. ნაციონალური მოძრაობა ითხოვს პარლამენტში, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. თქვენ ამბობთ, რომ მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაული იკვეთება ამ საქმეში. ფიქრობთ თუ არა, რომ აქვს პერსპექტივა ძალიან ხო დაბადო. მოკლედ ვთხოვ, დაასრულეთ და სანამ ამას ვიტყვი, კი ბატონო, მურუსიძეზე და თქვა, აბა ბევრი ოცნების ხდება დეპუტატის მისმეს ახლა ენა როგორ გიბრუნდება და კიდე 9 წელიწადზე საუბრობთ თქვენ? პლაკატები და ბანერები გამოაკრეს წინა საარჩევნო და არანაცებს, გახსოვთ? არანაცებს. და ყველაზე დიდი მათი სტანდარტი, რაც კი ყველაზე დიდი ნაცი უადოდ დაინიშნეს მოსამართლედ. ხმა მეორე აღარ გაბედოთ წასულზე საუბარი, როდესაც ჩინჩალაძეები და მურუსიძეები კიდევ უფრო დააწინაურეთ. ხო დააწინაურებულები იყო, რა კიდევ უფრო დააწინაურეთ. რაც შეიძლება მაჩალიკაშვილის შვილის ყველობას დიახაც ეს საქმე აუცილებლად უნდა იყოს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში განხილვის საკითხი. მე არ მაქვს იმედი, რომ ამაზე უბრალოდობას დავიყოლიებთ ეხლა ამ ეტაპზე, მაგრამ იმას მაინც მოვახერხებთ, რომ აი ეს გუნდი ქართული ოცნება, რასაც ქვია, რაღაცას ვათქმევიეთ და კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ და დავაჯავაჯერებთ საზოგადოებას, რომ ეს გუნდი არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ჩადენილი დანაშაულებების კვალის წაშლისთვის მომართული და ფულის საშუალებლად მოსული. რაღაცა ხო უნდა თქვა, რატომ არ ქმნით საგამოძიებო კომისია. დახვით ეს ბავშვი ლოგინში 1 წელიწადია გავიდა და ბოდიშიც კი არ მოუხდია. ისიც კი არ დედამისი ამ დაღუპული ბავშვის თემილანის დედა ამბობს, რომ ის მაინც მითხარითო, რომ მის სამართლის შეგეშალათ და გავიგებო რომ შემოგაგტათო, მაგრამ პირიქით დაცინიან და ახდენენ დისკრედიტაციას ამ ოჯახისა და სანამ არ დაიჯდება და გავოსმევ, სანამ არ დაიჯდება უშუალო დამკვეთი, ხო, რომელიც დარწმუნებული ერთ-ერთი არის ბატონი გომელაური, რა თქმა უნდა ეს საქმე ვერ ჩაითვლება გამოძიებულად, მაგრამ გომელაურს როგორ დაждდეს ბიძინა ივანიშვილი, საკუთარი ფეხით წავა საკანში, არა. ამისათვის თუნდაც სისტემაა შესაძლებელი, რომელიც ძალიან მალე შეიცვალა და ფინიშის სწორს ვარ გასულები. მურუსიძე იქნება ზუსტად იმდენი ხანი მოსამართლედ, ლევან, რამდენი ხანიც იქნება ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილი დიდხანს ვერ იქნება ხელისუფლებაში. მადლობა ნიკამელიას ჩვენი ინტერესია მურუსიძემ კი არ გაასამართლოს ივანიშვილი. ჩვენ ინტერესი ეს არ არის შემდეგ მოვიდეთ ხელისუფლებაში და მურუსიძეს დავეყოთ და მურუსიძემ გაასამართლოს ბიძინა ივანიშვილი. არა, ორივემ უნდა აგოს პასუხი დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე. დიდი მადლობა.